მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. ეს გორგულაძის ქუჩაა ბათუმი, სადაც ცოტა ხნის წინ წყლისმილი დაზიანდა და ამის შემდეგ თხილი, რომელიც გაჩნდა გორგულაძის ქუჩაზე, ჩავარდა ავტობუსი. როგორც მე ხამიტყეს ადგილზე, არავინ დაშავებულა. თუმცა დაიტბორა ქუჩა, ასევე სახლის კორპუსები, მეორე სართულამდეც კი აღწევდა წყლისმილიდან ამოხეთქილი წყალი. ჩამტრეულია ფანჯრის მინები. ასევე დაიტბორა პირველი სართულები და სარდაფები, რომელიც აი აქ ირგვლივ კორპუსებთან არის. შემოსაზღვრულია უკვე ეს ტერიტორია პოლიციის ლენტით. ეს მუნიციპალური ავტობუსია, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომელიც ჩავარდა თხრილში. მას შემდეგ რაც წყლის მილი დაზიანდა. ადგილზე არიან პოლიციელები, ასევე მერის წარმომადგენლები. მიუხედავად კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელს, მოკლედ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ბათუმელების ლაივში ვარ, რა მოხდა თქვენ ინფორმაციით? ეს მილი არის დაზიანება. რამ გამოიწვია ეს დაზიანება? აი რო ამოიტუნდება, მე რომ ნახავთ და აღვადგინე. ხო, ანუ ეს რაღაცა თქვათ ტექნიკური ხარვეზი იყო, ან რა მოხდა? შიგნით გადავიდა მილი ჩვეულებრივად და ეს ამოხეთქა ამ მილმა, ხო? ეს მილი არის დაზიანებული და თუ არ მოხდა გამოწვევა. ამას ვერ ამოიღებს, რა თქმა უნდა. მადლობა. ეს იყო აკაკი ბერიძე, კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ბათუმის მერის. პირველად ინფორმაციით წყლის მილი დაზიანდა. საკმაოდ დიდი შადრევანი ამოდიოდა წყლის, როგორც გითხრეს აქ ადგილზე მყოფ ადამიანებმა და ასევე ავტობუსი ჩავარდა თხრილში, რომელიც აქ გაჩნდა გორგულაძის ქუჩაზე. უკაცრავად თქვენ აქ იყავით, როცა დაზიანდა მილი? ახლა მოედირო გასაგებია. კარგი. ჩავწერიგო რა რაც გამოიწვია. როგორც თქვენ ხედავთ, კადრში დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანაც. და ესე გამოიყურება ირგვლივ კორპუსები, ჩამტრეული მინები, მათ შორის მეორე სართულზე. საკმაოდ ძლიერი წნევით ამოვარდა წყალი, როგორც გითხრეს ადგილზე მყოფმა ადამიანებმა. თუმცა არავინ დაშავებულა შემთხვევის შედეგად. ესე გამოიყურება ამ დროისთვის გორგულაძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა. სილით და ქვიშაღორღით არის სავსე გზის სავალი ნაწილი. საკმაოდ ბევრი ადამიანია აქ თავმოყრილი, როგორც მერის წარმომადგენლები, ასევე პოლიციელები. როგორც ხედავთ, ადგილზე ახლა მოდის მძიმე ტექნიკა. და ასევე კადრში ხედავთ მუნიციპალურ ავტობუსს, რომელიც ჩავარდნილია თხრილში, რომელიც აქ ჩავარდა წყლის მილის დაზიანების შემდეგ. გიორგი, რამე ინფორმაცია მოწოდეთ, ახლა შეგიძლიათ ლაივში ვარ. დაზიანებულია წყალმომარაგების 200. ბათუმის წყლის პრესამსახურის ხელმძღვანელი, რა ინფორმაცია გაქვთ ამ დროისთვის, რა მოხდა? დაზიანებული არის წყალმომარაგების 250 მმ-იანი მილი, რომელიც გადიოდა გორკის ქუჩაზე. შედეგი არის ის, რაც მივიღეთ და ზუსტება ინფორმაცია და შეიძლება გამხარიყო მილის დაზიანების მიზეზი
ეტაპზე, ამ ეტაპზე სხვა ხომ არ კიდე საფრთხე ვთქვათ, რომ მობილიზებულია ბათუმის წყლის ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს დაზიანებული წარმომარაგების მილის აღდგენა და სამუშაოების დასრულება. ხომ არ დაზიანებულა ვინმე ამ შემთხვევის შედეგად თქვენი არა, ინფორმაცია? როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაზიანებული არავინ არ არის, გარდა იმისა, რომ დაზიანებულია ირგვლივ მდებარე ორი სავაჭრო ობიექტი. წყლის და მაღალი კორპუსები ასევე ხო, სადაც ხედავთ ჩამსხვრეულ მინებს შენობაზე. გამოიწვია წყლის მაღალმა ჭაობამ. წყლის მაღალმა ჭაობამ. ან უცნობია ჯერჯერობით რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. სამუშაოები ეს ახალი ჩაწყობილი მილებია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში იყო აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმომარაგების ქსელი რაც იყო, იმაზეა საუბარი. მადლობა, ეს ბათუმის წყლის პრესამსახურის უფროსია, რომელიც მოგვეწოდა ჩვენ პირველად ინფორმაცია, მის ინფორმაციით სასმელი წყლის მილია დაზიანებული და ეხლა მიდის იმის დადგენა თუ რამ გამოიწვია ამ მილის დაზიანება. მძიმე ტექნიკა შემოვიდა ეხლა უკვე ადგილზე, რომელიც აქ მუშაობს. ავტობუსების მძღოლები, რომლებიც არის ზემოთ ავტობუსები როდას ყველა მივიდეს ვახალაში და გასაყვანია ეს მერის წარმოგენელი აკეთებს კომენტარს. ყველაფერი გასამუშავებელი მიმდინარეობდა ბისმიერ მიმდინარეობდა. ამ ეტაპის შეფასებაა მხოლოდ ის, რომ გორკის ქუჩაზე, გურაბულაძის ქუჩაზე განთავსებული ცენტრალური წარმომარაგების მილი 225 მილიმეტრიანი წარმომარაგების მილია დაზიანებული. სხვა ამ ეტაპის ჩათვლის ინფორმაცია უცნობია. როდესაც გამოჩნდება მილი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დაზიანებაც გამოჩნდება. რის გამო იყო გამოწვეული დაზიანება? Начнём зараз, размерно, мокроватый, пускай там, да, и... Самушам надо кажу, что я так информация, вот мускали ари, вот так. ყველა ის დასწრება შეგვიძლია. Ან ვინა ეგედა, სამუშაო გადაგება არა. ან როდის შესრულებული სამუშაოებია? ვერაფერს შეგეწვით ბათუმის წყალი. აქ სამუშაოებს არ აწარმოებენ. აქცენტი სამსახური. ოდიში. მადლობა. მძიმე ტექნიკა ცდილობს ეხლა ავტობუსის ამოყვანას თხრილიდან წყლის მილი დაზიანა გორგულაძის ქუჩაზე და ავტობუსი ჩავარდა ამ თხრილში. როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, მძიმე ტექნიკა ადგილზე ცდილობს რომ ავტობუსი ამოიყვანოს თხრილიდან. ვიც ახლა შემოვედა ბათუმელების ლაივს, მე გეტყვით რომ ბათუმში გორგულაძის ქუჩაზე მელიქიშვილის ქუჩის კვეთასთან წყლის მილი დაზიანდა, საკმაოდ დიდი წნევით ამოვარდა წყლის ნაკადი. არის შედეგადაც დაზიანდა როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე მდებარე შენობები, რამდენიმე შენობა, ასევე მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ასევე ავტობუსი, რომელიც თხრილში ჩავარდა და წყლის ჭავლი ასევე მოხვდა შენობას, ჩამსხვრეულია მინები. ეხლა მოქალაქეები როგორც ხედავთ, ასუფთავებენ წყლისგან შენობას, მათ შორის შენობის მეორე სართულს. გადაიცი, ძალიან. აქ. გადაიცი. გადაიცი. ყველა გადაიცი. არჩევანი და ორი შეცდომა.
უკაცრავად აქ იყავით თქვენ როცა დაზიანდა წყლის მილი. როგორც თქვენ ახლა კაცში ხედავთ, მძიმე ტექნიკი ცდილობენ მუნიციპალური ავტობუსის ამოყვანას თხრილიდან. ავტობუსი მას შემდეგ ჩავარდა თხრილში, რაც წყლის მილი დაზიანდა გორგულაძის ქუჩაზე. წყლის მილის დაზიანების შედეგად ასევე ჩაიმსხვრა მინები ირგვლივ შენობებზე, როგორც თქვენ ახლა კაცში ხედავთ, აი პირველ სართულზე, ეს კომერციული პარტია, ასევე მეორე სართულზეც. აქამდე აღწევდა წყალი, როგორც ჩანს, ძლიერი ნაკადით ამოვარდა წყალი დაზიანებული მილიდან და დაზიანდა როგორც ირგვლივ შენობები, ასევე ეს მსუბუქი ავტომანქანაც, რომელსაც თქვენ ახლა კაცში ხედავთ. და ასევე ავტობუსი, რომელიც ჩავარდა აი ამ თხრილში. ეს ადგილი ახლა უკვე შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით, ადგილზე არიან პოლიციელები, ასევე მერის წარმომადგენლები. მოშორებით ხო? პირველად ინფორმაციით, როგორც ადგილზე ბათუმის წყლის ხელმძღვანელობა პირებმა გითხრეს, დაზიანდა წყლის მილი გორგულაძის ქუჩაზე. ჯერ უცნობია, როდის შესრულებული სამუშაოებია. ის რაც ახლა დაზიანდა. თქვენ კაცში ხედავთ ფანჯრის მინის ნამსხვრევებს. როგორც ჩანს, წყლის ჭავლის შედეგად დაზიანდა შენობები, მათ შორის არის კომერციული პარტიის ფასადი და მინა, რომელიც არის ქუჩის მხარეს. დაზიანდა თქვენი ბინა, გარდა იმისა, რომ წყალი შემოვიდა. ხო, შეგდეს შევიდა. ანუ ძლიერი ჭავლი ამოვიდა მილიდან. რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს წყლის მილი? 9 საათი. ეს შადრევანი ამოდიოდა. რატო დასჭირდა, ვიდრე მოვიდოდა ბათუმის წყალი და შესაბამისი სამსახურები? აქ როდის შესრულდა სამუშაოები, თუ გახსოვთ, როდის ჩააწყვეს წყლის მილები?
ელექტრობაზე ასე ამბობენ. აქ გადაყვანა უნდებიან და ანუ ახლა გახავთ ეს მილები, ხო? მაგრამ ეს მილი რომელიც ახლა დაზიანდა, ეს მილი სად იყო? ქვეშ გადიოდა, ხო? გზის საფარის ქვეშ. ეს მილი როდის ჩაეწყლეს ამ ქუჩაზე, ხომ არ იცი? ეს ალბათ სააკაშვილის როგორ? სააკაშვილის ბევრი წელია, ხო? და თქვენ ფიქრობთ რომ ეს უკავშირდება ახალ სამუშაოებს, ანუ ახალ მდინარეს სარეაბილიტაციო ეს რამდენი ხანია რაც ეს სამუშაოები გრძელდებოდა ამ ქუჩაზე? რამდენი ხნის წინ დაიწყო? თქვენ საცხოვრობთ? თქვენ კარგით. მადლობა. მოქალაქე უпроსტად დაგცხოვრები ადამიანი რომელიც გვყვებოდა რომ შესაძლებელია რომ შევიდეთ შეგიძლიათ ნახოთ მაგრამ იქ უკვე დაასუფთავა. და იყო ეს ჟეკიდან იყო, ხალბატონი ჟეკიდან. რა დრო დასჭირდა ვიდრე მოვიდოდა აქ შესაბამისი სამსახურები, თქვა სახანძრო პოლიცია. თქვენ ახლა მოხვდით. ხალბა დარეგა სამსახურები. კარგი, მადლობა, მადლობა. აი ასე გამოიყურება ტროტუარი ეხლა. თქვენ ხედავთ ფანჯრის მინის ნამუშევრებს. შეიძლება. ლენტის აკეთო, ხო? გავიგე, მაგრამ ხო, რო გადაიწიო. ხო, საწავიდეთ. გადაიწიეთ რა. გადაიწიეთ, აი შემოფარგლუს იქეთ გადაიწიეთ რა. ხო, რა გერია ჟურნალისტები. გავიგე, ერთი წამი გადაიწიეთ შემოფარგლუს იქეთ, არ შეიძლება. თქვენთანაც შემოვიდა წყალი, ხო? დაიდბორა. კომერციული ფართები. რამდენ ხანში მოვიდნენ, რაც ამოვარდა ეს ბონკანიდან წყალი მილიდან? ხო. მაგრამ რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს? რამდენ ხანში მოახერხეს მისი ჩახშობა? კარგი. ვეხედავ დაზიანებული ფანჯრის მინას პირველ სართულზე. ეს საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც გორგულაძის ქუჩაზეა, ზუსტად იმილის პირდაპირ. ხანძარი რომ წყალი ვებში და ხო. არ ყვერდა და შეიძლება აქ მოვიდეს. ეგ როდის? ახლა. და რა უნდა როგორც თქვენ კარში ხედავთ, დაზიანდა როგორც კომერციული ფართები, ასევე საცხოვრებელი ბინები. თქვენ ხედავთ ერთ-ერთი ბინის ფანჯრის ბინებს, რომელიც ჩამსხვრეულია წყლის ჭავრის შედეგად, როგორც შენობის პირველ სართულზე, ასევე მეორე სართულზე. კომერციული ობიექტია, ხო? ზარალის ანახაურება ბუნებრივია იყო, ხო? თუ რა იყო ვინმე შემოვიდა აქ ვინც არიან? რამდენ ხანში მოხერხდა ამ შადრევნის ჩახშობა? რამდენ ხანს დროულად მოვიდნენ? ეს თქვენი კომერციული ფართია, ხო? რაც დაზიანდა, ხო, დაზარავთ, ხო? მადლობა.
კი, რა მოხდა? აქ იყავით, როგორ იყო ეს მოგვიყევით? ამოვარდა წყალ და პირდაპირ შემოვარდა მთელი ინეცით მაღაზიაში. ყველაფერი განადგურებული აბსოლუტურად. რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს შადრევანი? დაახლოებით 10 წუთი. 10-12 წუთი. ან მე მოვიდნენ უკვე სახანძროდან და სხვა სამსახურებთან, ხო? სახანძრო არ იყო, არ დამინახია საერთოდ სახანძრო. გავედით ხოლმე დახმარება, მაგრამ არავინ არ მომცა დახმარება. დარეკეთ თქვა ხალხაზე. და დამინახია მე როგორ დავრეკე და როცა მაღაზიაში მიხლებამდე წყალი იყო. ხომ არ დაზიანდა ვიდრე დაშავდა ამ ძლიერი ჭავლით. მაღაზია ნახეთ როგორ მდგომარეობაში, არაფერი არა საერთოდ შიგნით ნორმალია. ყველაფერი არის გაფუჭებული. სახელი გვაერთვენი? მადლობა. ასეთი სურათი დაგვდა ამ დროისთვის ბათუმში გორგულაძის ქუჩაზე, გორგულაძის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან, სადაც ცოტა ხნის წინ დაახლოებით 9 საათის წინ წყლის მილი დაზიანდა და წყლის მილის დაზიანების შედეგად დამოვარდა საკმაოდ დიდი წნევით წყლის ნაკადი, რომელიც დაზიანა როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ავტომანქანები, მუნიციპალური ავტობუსი, რომლის ამოყვანას ახლა ცდილობს მძიმე ტექნიკა, უკვე რამდენიმე წუთია. ასევე დაზიანა ერგუნდებოდა რამდენიმე შენობა, როგორც საცხოვრებელი корпусები, ასევე კომერციული ფართები. გვხედავთ ჩამსხვრეულ მინებს ამ корпуსის რამოდენიმე ფანჯარაზე, ასევე კომერციული ფართის ფასადზე. ასევე დაიტბორა კომერციული ფართები, რომელიც აქ ტროტუარზე ქუჩის მხარეს მდებარეობს. კომერციულ ფართებში ცხოვრობ ადამიანებმა ასევე ვინც აქ ცხოვრობს გითხრას რომ დაახლოებით 10 წუთი ვერ მოხერხდა ამ შადრევნის ლოკალიზება, რომელიც წყლის დაზიანებული მილის შედეგად ამოვარდა გორგულაძის ქუჩაზე. ეხლა მძიმე ტექნიკას ამოყავს თხრილიდან ავტობუსი. აქედან ამის იქეთ გადა მამული ოდი და ამისი გადაბზა ეს ძალიან თქვენი უსაფრთხოები გქონდათ. აქ როგორც ხედავთ, ასევე კადრში ტროტუარი არის გადათხრილი, აქ მდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდებოდა ეს ავარიული შემთხვევა. პოლიციელები ცდილობენ გაათავისუფლონ ადგილი, შემთხვევის ადგილი მოქალაქეებისგან. ადგილზე როგორც ხედავთ, არის სამეშვეულო სამსახური, ასევე ბათუმის წყლის წარმომადგენლები, ბათუმის მერია, კეთილმოწყობის სამმართველო, ასევე პოლიციელები.
ვინც ახლა შემოუერთდა ბათუმელების live-ს, ბათუმელების პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით, რომ დაახლოებით 9 საათის წინ ბათუმში გორგულაძის ქუჩაზე დაზიანდა წყლის მილი. წყლის მილის დაზიანების შედეგად ამოვარდა ძლიერი წნევით წყლის ჭავლი, რომელმაც გააზიანა როგორც მსუბუქი ავტომანქანა, ასევე მუნიციპალური ავტობუსი, რომელიც ჩავარდა თხრილში და ახლა მის ამოყვანას ცდილობენ მძიმე ტექნიკით. ასევე ძლიერი წყლის ჭავლის შედეგად დაზიანდა კომერციული ფართები, ასევე საცხოვრებელი ბინები პირველ და მეორე სართულებზე და ჯერ კიდევ მოქალაქეები ცდილობენ აი წყლისგან გაათავისუფლონ საკუთარი ბინები. ჩაცხროულია ასევე მინები, როგორც ფანჯრის მინები, ასევე ფასადი. ლენტის გარეთ გადავიდეთ ზარით, ხო? ლენტის გარეთ. უკეთესად თქვენ აქ იყავით, როცა დაზიანდა წყლის მილი. ეს უკავშირდება თქვენი აზრით ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გადათხილია ტროტუარის ნაწილი. კარგი. თქვენ კაცი ხედავთ მუნიციპალურ ავტობუსს, რომელიც აქ თხრილში ჩავარდა და თხრილიდან ამოყვანას ცდილობენ ეხლა მძიმე ტექნიკის საშუალებით. Abi გაცი. სამუშაოები მიმდინარეობდა თორემ Abi. ან გადატექნიკა გაყავდათ? როგორ? გადატექნიკა გაყავდათ აქედან? რავი, ატექნიკა გავდა. სისტემა იყო და ანუ არ უთქვიათ რა სამსახური იყო? ჩვენ არ ვიგეთ. ხარა გავიდან აქედან არ ვიგეთ. აი, მალევე მოხდა ეს ინციდენტი, როგორც ვიგავიდნენ, გამოიარეთ? თვითონ აქედან. ჩავარდა. ზავრებით გადაყავდათ, ხო? ზავრები იყო მაგრამ. თქვენ ავტობუსის ძღოლი ხარ? ია. და როდის გაშეფრთხილში ჩავარდა თქვენი ავტობუსი, ეგ რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ჯერ ცოტა წყალი იყო. ანუ შადრევანი არ იყო, თქვენ როცა გამოიარეთ, ხო? ჯერ ავტობუსი ჩავარდა შადრევანი მერე იყო. ანუ ეს თხილი უკვე იყო თქვენ რო გამოიარეთ? კი, არ იყო, არაფერი არ ჩანდა, უბრალოდ არაფერი არ ჩანდა. თავის ტექნიკა მოიყვანეს იქიდან. ეს ავტობუსი ანუ ჩავარდა უკვე ამ თხილში თქვენ რო უცებ ჩავარდა. უცებ ჩავარდა და მერე შადრევანი მერე გასა. კომანდე შეუგა რომ არა. და ამის შემდეგ გამოვიდა უკვე ძლიერი ჭავლი, უკვე თქვენ როცა ჩავარდით თხილში, ხო? და თქვენ ესე ვინც იყო მანქანები გაიარეს ამათ ჩვეულებრივად, ხო, კანონიers? ამ დოლში არის. არავინ არ იყო. უკვე წყალი იყო უკვე ამ ტერიტორიაზე, ხო? თქვენ გამოიარეთ, აქ უკვე წყალი იყო და გითხრათ ვინც სამუშაოებისა ტექნიკა გაყავდა, რომ დაგეცადათ, რომ გასულიყვნენ და შემდეგ გაგევა.
სახელგვარი თქვენი? და დაზიანდა ეს ავტობუსი, როგორ ფიქრობთ? არაფერი არ აქვს დაზიანებული, ჯერ არ ვიცი. და საკმაოდ ძვირადღირებული ავტობუსებია, როგორც მახსოვს, ეს ელექტროავტობუსები. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? დიდი მადლობა, მადლობა. თქვენ უსმენთ ავტობუსის მძღოლის კომენტარს, ავტობუსი, რომელიც ჩავარდა ტყილში გორგულაძის ქუჩაზე და ეხლა მის ამოყვანა ცდილობენ სწორედ მძიმე ტექნიკის გამო. Let's go. Let's check it out. მე მინდა რომ გამოჩნდეს სასამშობლო მეურნეობა. გადაიხადა და შორდა გადაიხადა. მაგრამ მაშინ ლენტი უნდა იყოს აქ. არის ლენტი საკეთვა. ლენტიც შეხედა ლენტსადაა. მე თორშინო შემოხდა. და ხალხს ხედავ არის. ხალხს ხედავ. ლენტი ყველა უნდა გადავიგეს. და გავუშვათ გავაცნოთ ჩვენ რომ გავუშვათ პროცესი ვერ ჩვენ ინტერესი. შორდა გავაშვათ არ შეიძლება. სამუშაოები და ჩვენ არ შევუშვით. გადავშოვოთ. ჩვენ არ